დღეს მოგიყვებით აი ამ პატარა, მაგრამ ძალიან ძლიერ ბიჭუნაზე, რომელიც როგორც ხედავთ გადაადგილდება ECMO-ს აპარატით, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ფილტვების მთლიანი ფუნქცია არის ამ აპარატზე დამოკიდებული. როგორც ხედავთ, მის სხეულთან რამდენიმე დიდი დიამეტრის მილია დაკავშირებული, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის გამოტანას ორგანიზმიდან. ის მხოლოდ 5 წლის იყო, როდესაც ნეირობლასტომის დიაგნოზი დაუსვეს და მას შემდეგ ინტენსიური ონკოლოგიური და განსაკუთრებით ქიმიოთერაპიის შემდეგ მისი ფილტვები ფიბროზირდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ცხოვრება დამოკიდებულია დონორულ ორგანოზე და ტრანსპლანტაციაზე ფილტვების, მანამდე კი სანამ ეს პატარა ბიჭუნა მიიღებს ორგანოს, უნდა იყოს დამოკიდებული აი ამ აპარატზე, რასაც ECMO ქვია. ამ ვიდეოში კი მოკლედ აგიხსნით, როგორ ფუნქციონირებს ის. იმისათვის, რომ ECMO შესაძლებელი გახდეს, აუცილებელია ორი საკმაოდ დიდი დიამეტრის კანულა ჩადგეს მაგისტრალურ სისწავლებში, იქნება ეს არტერიული თუ ვენური თუ ვენო-ვენოზური ECMO. ამის შემდეგ ერთ კანულას გამოაქვს სისხლი ორგანიზმიდან და ექსტრაკორპორულად, ანუ ორგანიზმის გარეთ ხდება ამ სისხლის ჟანგბადით გაჯერება და ნახშირორჟანგის მოცილება. შემდეგ კი სისხლი ბრუნდება ისე ვენური ან არტერიული კანულით უკან ორგანიზმში. მიუხედავად იმისა, რომ იმ ბიჭუნას სასიცოცხლოდ ესაჭიროება ეს თერაპია, მსგავსი ინვაზიური თერაპია მაინც წარმოუდგენელ გართულებებთან არის ყოველდღიურად დაკავშირებული.